ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე მარია მუგრეხელიძე ვარ და ამერიკის ხმის გუნდთან ერთად დღევანდელ გადაცემაში გასული კვირის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებულ მასალებს წარმოგიდგენთ. ამერიკის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესი წინ მიიწევს. წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებისა და განხილვის შემდეგ მეგობარი აქტი ახლა უკვე სენატში გადავიდა. ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ერთდროულად წარადგინეს და დაარეგისტრირეს. რა პროცესი უნდა გაიაროს საქართველოსთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ ახლა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და რა ბედიელის მას. სწორედ ამ თემაზე მუშაობდა ჩემი კოლეგა ეკა მაღალდაძე და ის ახლა შემოგვიერთდება კონგრესიდან ექსკლუზიური შეფასებებით. მეგობარი აქტი საკანონმდებლო გზას ამერიკის სენატშიც იწყებს. საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას ისახავს. მიზნად აქამდე რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოს ქვედა წარმომადგენელთა პალატაში იყო წარდგენილი. ახლა კი ის ასევე ორპარტიული მხარდაჭერით კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიცაა ინიცირებული. ეს ძალიან გამამხნევებელია. ჩვენ საკანონმდებლო სესიის ადრეულ ეტაპზე ვართ და მეგობარი აქტი ახლა უკვე სენატშიც განიხილება. ლიდერები დგამენ ნაბიჯებს იმავე მიმართულებით, როგორიც ჩვენ გვქონდა, როცა მეგობარი აქტი რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით წარვადგინეთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონმდებლობა წინ მიიწევს. ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხისთვის. გვსურს, რომ ის წარმატებული იყოს საკუთარი ნება გამოხატონ. ნება, რომელიც ევროკავშირის წევრად ყოფნაა. ნატოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობაა. ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლო იქნება. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების განცხადებით მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ამერიკელი კანონმდებლები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერასა და თანადგომას საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებულნი და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სულით და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართულ ხალხს მაშინ, როდესაც ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და ამერიკას მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინონ სამართლიანობა თავის პოლიტიკურ სისტემაში. იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. მოუთმელად ველი თავმჯდომარე რიშთან ერთად მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გაიტანოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ჯო ვილსონი ხსნის, რომ მეგობარი აქტი ჯერ მართალია საწყის ეტაპზეა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ მას ახლა სენატიც განიხილავს, თანაც ორივე პარტიის წამყვანი კანონმდებლების ინიცირებით და მხარდაჭერით. ეს შესანიშნავია. ეს არის მართლაც ორპარტიული და ახლა უკვე ორპალატიანი კანონი. წარდგენილია როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტია. ეს საკანონმდებლო პროცესში მართლაც სწრაფი განვითარებაა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ღრმა გრძნობები გვაქვს. გასულ დღეებში საქართველოს შესახებ ისაუბრეს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშიც. ევროპისადმი ამერიკის დახმარების მნიშვნელობის განხილვისას დემოკრატმა კონგრესმენებმა თქვეს, რომ აუცილებელია იმ ქვეყნებისა და ხალხის მხარდაჭერა, ვისაც ამერიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება და რუსეთისა თუ ჩინეთის გავლენისგან დაცვა სურს და სჭირდება. ამის გაკეთება კი ამერიკისავე ინტერესებს შეესაბამება. მათი თქმით, დაუშვებელია საგარეო დახმარების ისეთი პროგრამების გაუქმება ან შეფერხება, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად სამოქალაქო საზოგადოებას ეხმარება. დღეს აქ ისტორიის განსახილველად არ ვართ. ჩვენ მომავალზე უნდა ვისაუბროთ იარაღის კონტროლის, საერთაშორისო უსაფრთხოების, ევროპისადმი საგარეო დახმარების შესახებ. ტრამპის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მისი საგარეო დახმარების მიზანია, რომ ამ დახმარებამ ამერიკა უფრო ძლიერი და უსაფრთხო გახადოს. მას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს. უფრო ფართოდ ეს მოიცავს რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენასთან დაპირისპირებას. ევროპისადმი ჩვენი საგარეო დახმარება სწორედ ამას აკეთებს. მოლდოვის, საქართველოს, კოსოვოსა და სომხეთის მსგავს ქვეყნებს სურთ უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა ამერიკასთან და დემოკრატიის გაძლიერების ძალისხმევაში მხარდაჭერა.
არის სია დემოკრატიის მხარდამჭერი იმ პროექტებისა, რომლებიც ან გაუქმდა, ან გაიყინა. იქნება ეს ქვეყნიდან გაქცეული ბელარუსი დემოკრატი ლიდერების მხარდაჭერა, ბელარუსის დემოკრატიის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება, არჩევნების მონიტორინგი კოსოვოში, ციფრული დემოკრატია სერბეთში, დამოუკიდებელი მედია პროფესიონალების განვითარებაში დახმარება სერბეთში, უფრო პასუხისმგებლიანი მმართველობის გაძლიერება სომხეთში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება საქართველოში, პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ასეთი პროგრამები არა მხოლოდ მეტად აწინაურებს ჩვენს ღირებულებებს, არამედ ეხმარება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასაც. კონგრესში მიწვეულ ექსპერტთა ნაწილი ხაზგასმით ამბობს, რომ ევრაზიის რეგიონში, კონკრეტულად კი კავკასიაში, ამერიკის დახმარების როლი უკიდურესად მნიშვნელოვანია და როგორიც უნდა იყოს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო დეპარტამენტი ხედავდეს, რამდენი რამდევს სასწორზე და წყდება იმის მიხედვით, თუ რა გავლენების ქვეშ მოექცევიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. მე-20 საუკუნეში ნიკოლას სპიკმენმა დაწერა, ვინც აკონტროლებს ევრაზიის რეგიონს, აკონტროლებს მსოფლიოს ბედს. დღეს ეს რეგიონი, რომელიც კონტინენტური ევროპის უდიდეს ნაწილს მოიცავს, ცხარე კონკურენციის საგანია. ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, რომ ამერიკა ამ რეგიონში აქტიური დარჩეს. სახელმწიფო დეპარტამენტმა შეინარჩუნოს მისი ძალისხმევა სამ რეგიონში, სადაც ამერიკის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და სადაც ამერიკას დიდი შედარებითი უპირატესობა აქვს. მეგობარი აქტი თავდაპირველად ამერიკის კონგრესს გასული წლის მაისში წარედგინა, ივლისში მას წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის ინიციატივით ის თავიდან წარედგინა კონგრესის განახლებულ შემადგენლობას, ეს დაახლოებით 3 თვის წინ მოხდა. მას ახლა ამერიკის კონგრესში 18 თანაწარმდგენი ჰყავს, ჯო ვილსონის გარდა მას ხელს აწერს 8 რესპუბლიკელი კონგრესმენი და 10 დემოკრატი კანონმდებელი. საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში კიდევ ერთი საკანონმდებლო აქტია წარდგენილი, ეს არის ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელსაც 10-მდე თანაწარმდგენი ჰყავს. რაც შეეხება უშუალოდ მეგობარ აქტს, მას უახლოეს პერიოდში ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები განიხილავენ, საბოლოო რედაქციაზე შეთანხმდებიან და მას შემდეგ, რაც ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მას მხარს დაუჭერენ, დადებითად უყრიან პალატაშიც და სენატშიც მას კენჭს, შემდეგ უკვე პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს საკანონმდებლო აქტს ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ იქცევა კანონად მეგობარი აქტი. ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესის დამყარებასთან დაკავშირებით გრძელდება. საუდის არაბეთში ჯედაში გამართული შეხვედრა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის წარმატებული აღმოჩნდა. ის უკრაინისთვის მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა. ამერიკამ აღადგინა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და ასევე სამხედრო დახმარება, რომელიც უკრაინას დროებით ჰქონდა შეჩერებული. სანაცვლოდ უკრაინული დელეგაცია მზადაა დათანხმდეს 30 დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და ისინი ასევე მზად არიან ხელი მოეწერონ ამერიკისთვის მნიშვნელოვან მინერალების ხელშეკრულებას. ამერიკის კონგრესში კანონმდებლები სწორედ აი ამ პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობენ. საბოლოოდ გვინდა, რომ უკრაინაში ომის სამშვიდობო დასასრულამდე მივიდეთ. დიპლომატიური პროცესი ამის ნაწილია. ასე რომ მოლაპარაკებები უნდა განვაგრძოთ. უნდა დავწმუნდეთ, რომ ღია და ფართო დიალოგი გვაქვს უკრაინასთან. ეს ომი მოლაპარაკებებით უნდა დასრულდეს. ამაზე ბევრჯერ მithქვამს. ომი უნდა დასრულდეს სამშვიდობო მოლაპარაკებით, მაგრამ ასევე უნდა გავიაზროთ, რომ ვლადიმირ პუტინი აგრესორია. ომი სწორედ მან დაიწყო და მასვე შეუძლია მისი დასრულება საკუთარი ჯარის უკან გაყვანით. ნახავთ, შეძლებს თუ არა ეს ადმინისტრაცია, რომ აიძულოს მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს იმ პირობებით, რაც ამერიკისა და უკრაინისთვის იქნება ხელსაყრელი. თუმცა იქამდე ვიდრე გავიგებთ, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი და რა მოხდება იქ, ამერიკელი კანონმდებლები უკრაინასა და ამერიკას შორის დიალოგის აღდგენის, დიალოგის პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობენ. პრეზიდენტმა დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე აკრძალვა მოხსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან დადებითად მიდის. შემდეგი ნაბიჯი ალბათ ზელენსკის ვაშინგტონში ჩამოსვლა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელმოწერა იქნება. ამის შემდეგ კი ყველაფერი პუტინზეა. ვფიქრობ, ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ახლა ბატონ პუტინზეა დამოკიდებული სურს თუ არა მშვიდობა რეგიონში.
ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ იგივე გაიმეორა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც თქვა, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთმა კი მოედანზე გამოსვლის და თამაშის სურვილი გამოთქვა, თუმცა საკუთარი დათქმებით. ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ რუსეთს მოსწონს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების იდეა, რომელიც ამერიკამ შესთავაზა, თუმცა მათ გარკვეული წინაპირობები აქვთ და ისინი თვლიან, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებამ მხარები ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიიყვანონ. სავარაუდოდ სწორედ ამაზე ისაუბრა მან კრემლში გვიანღამით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად ჰქონდა. ამერიკის საექსპერტო წრეებში პუტინის პასუხი არ უკვირთ. ჰადსონის ინსტიტუტის ერთ-ერთი მკვლევარი, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა, ამბობს, რომ მისთვის სრულად მოოცალოდნელი იყო და არ ყოფილა სიურპრიზი ის, რაც პუტინმა თქვა. თუმცა ამის ფონზე ის ამბობს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს მოლაპარაკებებს და ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის და სწორედ ამისი ნაწილი იყო ისიც, რომ ამერიკამ სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის გააგზავნა. პუტინისას განცხადება სრულიად მოსალოდნელი იყო. პუტინის მხრიდან არ გვინახავს მზაობა მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. ამის ნაცვლად ყოველდღე რუსული მედიიდან გვესმოდა დაუღალავი მაქსიმალისტური მოთხოვნები. ნებისმიერი, ვინც რუსულ მედიას თვალს ადევნებს და რუს ოფიციალურ პირებს უსმენს, ხვდება, რომ მოლაპარაკებისთვის არანაირი სურვილი არ არსებობს. ამერიკული დელეგაცია ამბობს, რომ ისინი მოსმენის რეჟიმში არიან და ყურადღებით უსმენენ როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეებს. ამერიკელი კანონმდებლები ამერიკის ხმას ეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგი არსებობდეს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დიალოგი სწორი გზით მიდიოდეს. ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალური ზეწოლა უნდა გვქონდეს რუსეთზე, რათა უპირობო ფართომასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ. როდესაც ისინი შეზღუდულ ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ, ამით ისინი აჩვენებენ, რომ ერთადერთი რაც პუტინს სურს ისაა, რომ გამონახოს გზები თუ როგორ დახოცოს ხალხი და ამის რაციონალიზება მოახდინოს. ასე რომ უნდა იყოს სრული უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველაფერი ისიც, რაც მან პუტინზე უნდა იცოდეს. პუტინს არანაირი სურვილი არ აქვს მშვიდობიანად იარსებოს მეზობლად მყოფ დემოკრატიულ ქვეყანასთან. არასდროს ვენდობოდი რუსეთს იმაში, რომ ნებისმიერი ტიპის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ დაარღვევს. ჩვენ უკრაინა უნდა შევაიარაღოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტ რუსულ თავდაცვით შესაძლებლობას გაანადგურებენ და რათა შეძლონ, რომ სუვერენული ქვეყანა იყვნენ და საკუთარ თავს მიხედონ. დემოკრატი სენატორის მსგავსად რუსეთს არ ენდობა უკრაინაც. ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ უკრაინას სჭირდება მშვიდობის გარანტიები, იმის გარანტია, რომ რუსეთი იგივეს აღარ გაიმეორებს, რაც აქამდე მოხდა. ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, მშვიდობის გარანტიები აუცილებელია, თუმცა მისი მიღება უკრაინისთვის საკმაოდ რთული იქნება. უკრაინისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. თუმცა ახლა შეიძლება ამის მოთხოვნა ზედმეტი იყოს, რადგან ნატოში გაწევრიანებას 32-ვე წევრის თანხმობა სჭირდება. კიდევ ერთი შესაძლებლობა ის იქნებოდა, რაც ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თქვეს. სამხედროების უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევისთვის გაგზავნა. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება იმის განსაზღვრა, რამდენად დაუჭერს ამას მხარს ამერიკა. მესამე ვარიანტი კი უკრაინის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნებოდა. და ეს უკრაინის მაქსიმალურად შეიარაღება, რათა უკრაინის ჯარი ისეთი ძლიერი იყოს, რომ რუსებს ხელმეორედ თავდასხმა არ მოუნდეთ. მიუხედავად მათი შინაარსის სირთულისა, კიევი კვლავ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, ამბობს, რომ ის მშვიდობისთვის და მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა არა ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ. უკრაინისა და რუსეთის მოთხოვნების ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები, ოფიციალური ვაშინგტონი სამშვიდობო ძალისხმევას აგრძელებს. პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიდგომა უცვლელია, უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობა უნდა დამყარდეს სწრაფად და მხოლოდ დიპლომატიური გზით. რას და დათმობენ თუ არა საერთოდ რაიმეს მხარეები, ამას უკვე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გვაჩვენებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისკენ საკუთარი პრეზიდენტობის პირველი ვადიდან მოყოლებული მოუწოდებს. მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებების წინწაწევის მიზნით ამერიკამ უკრაინას დროებით შეუჩერა სამხედრო დახმარება, ევროპელი ლიდერები გააქტიურდნენ იმაზე მსჯელობაში, თუ როგორ უნდა გააძლიერონ საკუთარი თავდაცვის უნარიანობა. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ აღუდგინა უკრაინას სამხედრო დახმარება, ევროპელი ლიდერები და ევროპის ქვეყნები განიხილავენ იმას, თუ როგორ შეიძლება, რომ საკუთარი თავდაცვის უნარიანობა და დანახარჯები გაზარდონ. ჩემი კოლეგა მაია ქვარცხავა მუშაობდა თემაზე და დეტალებით ის შემოგვიერთდება.
ევროპაში თანდათან აქტიურდება საუბარი კონტინენტის ერთობლივი თავდაცვის არქიტექტურის გაძლიერებაზე და უკრაინის საკუთარი რესურსებით კიდევ უფრო მეტად დახმარებაზე. რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფოთა ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები სწრაფად და თან ქმედითად უნდა გადაიდგას. ევროპის უკეთ დაცვის საჭიროებაზე მსჯელობა მარტის დასაწყისში დაიწყო, როცა შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარება შეუჩერა და ამერიკაში დამზადებული ზოგიერთი იარაღის გამოყენებაც შეუზღუდა. ევროპელმა ლიდერებმა მაშინვე განაცხადეს, რომ კონტინენტის უსაფრთხოებისთვის კიევის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და რომ ისინი საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაზე თავად იზრუნებენ. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით დახმარების შეწყვეტის მიზანი ზეწოლა იყო, რათა მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდასთან მieყვანა. როგორც კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის დელეგაციასთან შეთანხმებას მიაღწია, კიევს ვაშინგტონის დახმარება აღუდგა. წინ ევროკავშირის მომავლის ძალზე დიდმა საკითხებმა წამოიწია. ვფიქრობ, ევროპელები ამას კარგად აცნობიერებენ. საკითხავია, რამდენად შეძლებს ევროპა ამ გამოწვევებთან ერთობლივად გამკლავებას. თუ რამდენიმე ქვეყანა ამას საკუთარ თავზე თვითონ აიღებს. ევროპელებში გარკვეული დონის შეშფოთება შეინიშნება. არ მინდა ამას პანიკა დავარქვა. ისინი რაც შეიძლება მეტი ერთობის საჭიროებას უკვე გრძნობენ. ისინი ხვდებიან, რომ ეს ისტორიული კრიზისის პერიოდია. აშკარაა, რომ დიდი წამყვანი ქვეყნები ერთიანდებიან და ძველ უთანხმოებათა დაძლევას ცდილობენ. ევროპის თავდაცვის საჭიროებები ამ კვირაში საფრანგეთში საგანგებოდ გამართულ შეხვედრებზეც განიხილეს. პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის სამდღიან ფორუმს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. მაგრამ რამდენად არიან მზად ევროპის ქვეყნები ამ დიდი ეპოქალური ნაბიჯის გადასადგმელად? საკითხზე დარგის სპეციალისტებიც მსჯელობენ. ევროპელები ამას შეძლებენ თუ დაუყოვნებლივ ააჩქარებენ იმას, რასაც უკვე აკეთებენ და დათმობენ საკუთარი საოპერაციო მზაობის ნაწილს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭირო აღჭურვილობითა და მდგრადობით უზრუნველყონ. უკრაინელები მთელი ევროპისთვის იბრძვიან და ვფიქრობ, მათ ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუმცა სხვადასხვა ხარისხით. ფული პრობლემა ნაკლებად მგონია, მთავარია გადაწყვეტილება. კოვიდის პანდემიის მაგალითზე დავინახეთ, თუ რა სწრაფად შეძლო ევროკავშირმა 100 მილიარდი ევროს მობილიზაცია. პარიზში ერთობლივი თავდაცვის დაფინანსების გზებზე და იმ ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზეც იმსჯელეს, რაც კონტინენტზე სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას, წვრთნების ჩატარებას თუ სამხედრო ბაზების გაფართოებას უშლის ხელს. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ უცხოეთიდან იარაღის შეძენას თავდაცვის მრეწველობის ადგილზე განვითარება აჯობებს. თუმცა ანალიტიკოსების აზრით ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება. თავდაცვის სამრეწველო კომპლექს ერთ ღამეში ვერ ააშენებ. ის ვერც სწრაფ შედეგებს მოიტანს და რა თქმა უნდა, ვერც უკრაინაში მიმდინარე ომზე ექნება უშუალო გავლენა. ევროპის ქვეყნებს არც ერთმანეთის მსგავსი ეკონომიკური პირობები აქვთ და არც თავდაცვის ერთნაირი შესაძლებლობები. ერთ-ერთ გამოწვევად სპეციალისტები ასევე უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიციებს ასახელებენ, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას არ ემხრობიან. თუმცა მსგავსი წინააღმდეგობების დაძლევა ევროკავშირმა აქამდეც არაერთხელ შეძლო. მათ შორის მაშინ, როცა უკრაინაში აგრესიის გამო ბრიუსელი რუსეთზე სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას იღებდა. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე მარია მუგრეხელიძე ვარ. მადლობა რომ გვიყურებდით. მე ერთი კვირით გემშვიდობებით. მანამდე კი ჩვენი მასალებისა და გადაცემების ნახვა როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikiskhma.com აუცილებლად შემოგვერთდით ჩვენი Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. მადლობა. ნახვამდის.